გამარჯობა მეგობრებო. ეს წავედით სასეირნო საყიდლებზე და ასე შემდეგ. აგვიწვინდა გზაში. მაგრამ ეგ არაფერი. ეხლა შევივლით მარკეტილის ბაზრობაზე. და იქნება რამე ვიყიდოთ ჩვენთვის რა ვიცი რაღაცები გვინდა მე და თეონას რაღაცა. პატარ-პატარა საყიდლები. ნახოთ აბა იქნება რამე მოვირკოთ. თორე და კიდე წავალ კამერებში. წვიმს ამწუხაროა. ბავშვები დავტოვეთ. მოვიდებოსთან. სპორტულები მინდა ჩემთვის. მოკლემკლავიანიც მინდა, გრძელმკლავიანიც მინდა, მე არ ვიცი, სავარაუდოდ ახლა უფრო მოკლემკლავიანები. გრძელმკლავიანებს მე ვიყიდი. და რა მინდა კიდევ? ნუ რაღაცა საზაფხულო ვარიანტები, რა ვიცი რა. რამინე მე თვითონაც არ ვიცი, რაც მომეწონება მოკლედ. Сейчас кем-то так красиво. Какой хороший маленький размер. Патаразумеби роди сакетках там одуши. Арасуди сари кухлон. ეს უკვე ბიჭურია, აი ეს ადამიანი მეგონა. სახი გამოცლილი. Какие игрушки! Საერთოდ მეგობრებო მარკეტილის ბაზრობაზე. О, пижамоები შეიძლება. Что-нибудь нижнее белье. Можно зайти. Много народу. Нижнее белье я бы тоже посмотрела. ბაზრობაზე 100 წელი აღარ ვიყავი განსაცემის ბაზრობაზე. ხალხიც ძალიან ბევრი არ არის მაინც და მაინც. რა გითხრათ? იქება шоколад. Сначала цену спроси, что тебе понравится. Цену сначала спроси, что тебе понравится. Вот именно что спросил, сказал столько. Мама, რაც მოგეწონება მის პასი ეგრევე იკითხე ხო? А я когда тоже. ნაცელი ექცერია და 5-4 წერია მე მაგ ბოლოსში. ეს საყვარელია. ეგეც. შეიძლება კონდეს ზომებში იკითხე. ასაც არა უშავს გულებიან. ხოლო მიკი მოსარო. აი ესეთი გულები. კარგია. კარგია სალა. ესეთი გრძელკლავიანია, დიდი ზომებში არა მაშველო. აი ამაში მაგ შორტიანებია, ეს არის ყველაზე დიდი არის. კოსმოსული დაიშვიცე.
ო, აბა რა ვქნათ? მაგრამ რამდენი მაქვს არ ვიცი ნახავ აბა ეხლა. აი. ინტერნეტის განაშენ საათი ერგობდი. აი, ისეთი წვიმა დაიწყო ეხლა გარეთ. ლევანი და თეონა კიდე საქმეზე გავიდნენ სადღაც რა ვიცი და დაგვრჩა ფანჯრები ღია. შიგნით გვიწვიმს. მიგერ ურეკა და ყორმილს არიღებს, ეხლა რა უნდა ამ გოგოს. დასრულ და მანქანა. მოკლედ მე და სალოზე ვართ, რა ვაკეთოთ არ ვიცით? არ ვიცი, არც ინტერნეტი არ მოგეცხრა. აზაზე არ მაქვს. რა ვაკეთოთ არ ვიცით. ვერც ვერაფერი ვერ მოვასწარით, იმიტომ რომ რაღაცა იქ ნოტარიუსთან უნდა შესულიყო, იქ რაღაცა საქმე ქონდა, იქ რაღაცა საქმე და მინდობილობას აკეთებ. რაც გვინდოდა ის ვერ მოვასწარით. რაღაცებს ყიდვა ვერ მოვასწარით. სალობემ თავისთვის კროქსები იყიდა, კროქსი ჩუსტები რაღაცა ეგეთი. თემუკასაც უყიდა თეომ და თავისთვის თეონამ სპორტულები იყიდა, მოკლე მკლავიანი შავი და მაგისი შარვალი. მეც მინდოდა რაღაცა, მაგრამ რაღაცა არაფერი არ მისცემ. შევი მოსაწონი სინამდვილეში არაფერი არ იყო, იმიტომ რომ იყო ზომა, მაგრამ რაღაც ძალიან უფორმო იყო და მოკლედ მე არ მომეწონა, არ მომიხდებოდა მე მასეთ. ახლა ველოდებით თეოს, მე არ ვიცი ამის მერე შეიძლება კიდე წავიდეთ, მაგრამ უკვე სალომე ვერაფერს ვერ მოასწრებს. და მითხრა რომ თუ ვერ მოცეკაზე ვერ მოხსნებო, მამა ჩემი წამიყვანს და ქანდაჩებით. არ ვიცი შეიძლება ჩვენც წავიდეთ, იმიტომ რომ უკვე ძალიან აწვიმდა და მე ფეხიცად ვიარო თქო. და მაშინ ხვალ წავალთ, ერთად კიდე ხვალიც გავაგრძელებთ. ხვალიც გავაგრძელებთ შოპინგს, ხო? ხვალ პირველ საათზე ვარ ჩაწერილი კბილის ექიმთან, მერე წავალთ ალბათ ვაიკიკში, არ ვიცი. ისე ვაიკიკში ჯობია ვარ კეთილი ბაზრობაზე ვიყავით და ხალხი იმისთან აფასებია, იმისთანაც სიძვირია, რომ აი მართლა ვერ აგიხწერთ. მარტო შარვლის ანუ სპორტულების შარვალი, მარტო სპორტული შარვალი ღირდა 60 ლარი დაუშვათ, ხო? ორივე ზედა და ქვედა ერთად ღირდა 120 ლარი. არ არის ხო თან იმისთან არაფერი არ არის ხო რომ 120 ლარი მისცე. ავი ჩემი აზრით. და ხომ უნდა იყოს რაღაცა განსხვავება სავაჭრო ცენტრიდან და ბაზრობის შორის, მე არ ვიცი. მოკლედ თან რო გითხრათ რომ რაღაცა ვაუ არჩევანი იყო, ან ვაუ და დავეცი და ისეთი ლამაზია, ნამდვილად არა, ასე რომ არ მოგვეწონა. არ ვიცი აბა. ხვალ წავალთ. იმედია ჩემთვის სპორტულებს ვიყიდი, მინდა სპორტულები ძალიან. ხო, მე მგონი ის ფონჩი ვარ. თუ არა. ხვალ? ხო. შეიძლება ვაგზალზე წავიდეთ. იქაც ხარ არ ვაგზალზე არის ფონჩი. ვაიკიკში ჯობია ხვალ უკვე. კი, მინდოდა უფრო ის პოინტში, მაგრამ თუ მარტო ვაიკიკში მივდივართ, ვაგზალი ჯობია. არის ბევრი მაღაზიები და ვაიკიკიც არის ხო მაღაზიებიც არ ვიცი. ხო, მაგრამ იქ უფრო მიუდგომელია, იქ მაშინ მანქანით უნდა წახვიდე და ვაგზალზე კიდე ავტობუსით მიხვალ. მოკლედ ასეთი ამბები, ცოტა წვიმამ ძალიან შეგუშალა ხელი. ძალიან არა რომ შემოვედით, მაშინ დაიწყო. ხო, იმიტომ რომ ეხლა დაუშვათ თქვენ წახვიდოდით, ჩვენ წავიდოდით კიდე საყიდებზე, მაგრამ უკვე ვეღარ წავალთ. მაგას გულისხმობ. ცუდია. მე დაურეკო, ბაითი გადმომილეკოს. მედით მეგობრებო სახლში. მოვედით. თითქმის ვერაფერი ვერ ვიყიდეთ, ცუდია მინდიც. დაგხვდა გზაში, ახალ-ახალი, ვაიმე უკვე დაორთქლდა. ლავაში ვიყიდე. სუნი აქვს სასწაული. ახალ-ახალი ეგრევე ცხელ-ცხელი ამომიგდო და მომცა. კიდევ რა გვინდა? უი. რატო ჩამოვარდი? დავჭერი. თეო დაჭერი რა ლავაში. მილე წაიღე დედიკო ჩანთა აქედან, ლავაში დაჭერი რა.
კამილამ დაუ. გააკეთე ინგლისური, მე კი გააკეთე ინგლისური. გააკეთ, ჰა? მე გვე მათემატიკა. მოდი, აბა, მოდი, მოუყვეთ ხალხს რა მოგივიდა, მოდი. მოდი. ამ საწყალ ბავშვს რა მოუვიდა. მოდი, აქეთ, ჩემთან, მოდი, ჩემთან. ამას უყურეთ. რა მოდივიდა, მოყევი. ისა, ანუ ავდიოდი კიბეებზე მამალოებთან და ისა კიბეებზე რო ავდიოდი, გადავხვდი ტურნიკზე და პირველჯერ ჩამოვარდი, ხელი ისე გამისრია და მткиოდა ხელი ძალიან და დელა. იდე ჩამოგისრიალდა ხელი, ხო? კი, მერე აღარ გამომი. მერე როცა ცოტათი გამიარა, აუძვერი კიდევ ერთხელ და ჩამოვარდი და ხელი გადამეხუნა. და რა ქენი მერე? წაგიყვანეს ექიმთან. და ექიმმა რა გითხრა? რა გაქო? გადახილი ხელი. მოოტეხილი, ხო? და რა დაგადეს? არაფერი. გიფსი, ხო? მეცენიება ისა სველი გიფსი და მერე აი გამაგრდა მერე. აი ამ ადგილას მოტყდა, აი ამ ადგილას ხელი. ვაიმე. და რამდენი ხანი უნდა გეკეთოს? ერთი კვირა. არა, ერთ კვირაში წახვალ რენტგენზე, თორე ერთი თვე უნდა გეკეთოს. აი ერთი თვე კი. ვაიმე. აი ესეთი ჩეპე მოგვივიდა გუისი, ნამოვარდა უცებ, მეგობარმა მოიყვანა ესეთი მოღუნული ხელით, საწყალის სახით ხოთა შორის თითქმის არც უტირია. ამან სტიჩი გააკეთა. აი თემკა. მასე თემუკამაც გააკეთა, ხო თემკუ? დამინგრია. ანუ მომძრალი. აი და ენგრა თემუკა სტიჩი. თვალები წაუვიდა. ხო, კიდე მაშინ ის მაჩვენე. აი. ცისარტყელე. ხო, ცისარტყელე გააკეთა თემუკამ. რამაზია ძალიან მიხდება. აი ცისარტყელე. თემუკამ გააკეთა ცისარტყელა. და გახატოთ მერე მანდა აი მე. და ეხლა ჭამეს უპი? თუ კიდე გშია მაინც? და გიფზე თემუკას საღამოს უნდა დავახატოთ რაღაცა. დედამ თქვა დღეს არა ხვალეო. დღესო. ხვალეო. დღესო. როგორ გიხდება დედა ახალი მაის მოდი აქ ჩემთან. ეხლა მithunedi რა გინდა რომ ახალი პრისკა როგორი გინდა გიხდება? რომ საღამოს დახატო გიფზეო და საღამოს დავიხატო. ახლა გითხრა? კი. რა მიიღე დღეს 10-იანი მიიღე მე დავინახე რუსულში. კიდე? არაფერი მეტი. მე 10-იანი რამდენია? 10-იანი. ესე მოვიდა გადაგვრია გაგვაგიჟა. უცებ თეონამ არიქა შეხედეო მე არ შემიძლიაო ეგრევე სტაცახელს ტელეფონით და სასტრაფოში დარეკა. მე მეთქი ვაიმე მეთქი რახან ესე მეძახის მეთქი იქ რაღაცა სასწაული მოხდა ალბათ ხო და სავარაუდოდ სისხლი მოზდის თქო. გავიხედე და ვუყურებ სისხლი არსად არ ჩანს. ვაიმე მეთქი კიდევ კარგი გულში ფიქრობ ღმერთმა და გვიფარა თქო და ამე მეტი რაღა ჭირს მეთქი გულში ფიქრობ ეს უნდა გამეღო პირი მეთქი რა გინდოდა მეთქი ბავშვს არაფერი არ ჭირს მეთქი და ესე გამომიშვირა ხელი შეხედეო და მე მივხვდი რომ აი აქ გაღუნული ქონდა მაჯის ცოტა ზემოთ ხელი რაღაცნაირად და მოკლედ მოწყდა თეონას აქ ხელი აქვს ამას რა პაროლი აქვს პოლოს და პოლოს თუ ჯერ ალი გეტყვი ერთი რაღაცა 197 შევაბაგ აი ესე მეგობრებო, საიდანაც არ ველოდით, იქიდან მოვიდა ცუდი ამბავი. მე ადრე რომ ვიყავი პატარა ისა, ანუ ბინც ვიკეთებდი. უბრალოდ და ვიკეთებდი და არა, ვითომ ხელი მქონდა ხელი. ხო და მოკლედ რა ვიცი, მაგრამ მადლობა ღმერთს, სახში რომ მოვიდა, მე გითხრა რომ თავზეც დავიციო და თავით ძალიან მეტკინაო და გულში ფიქრობ მადლობა ღმერთს რომ თავზე არაფერი არ მოუვიდა, ან ტვინი შერყევა არ მიიღო, ან რა ვიცი, ან თვალი არ დაიზიან, ან რაღაცა კიდე ყოველთვის მინდა ვიფიქრო კარგზე და ყოველთვის მინდა ვიფიქრო იმაზე რომ მადლობა ღმერთს რომ ამაზე უარესი არაფერი არ მოუვიდა. ასე რომ აი ესე კი ცოდვა, მაგრამ რას იზავ? ბავშვები მაგის გარეშე ვერ იზრდებიან, როგორც ამბობენ. ბავშვებო მოდით. აი ესეთი გემრიელი სუფრა გვაქვს მეგობრებო. მოდით აი ბავშვებო, თქვენი პელმენიც მზად არის. აი ესეთი გემრიელი სუფრა გვაქვს, ჩემო კარგებო.
ყველი, პური და კეთილი გული. სხვათა შორის ყველი დამავიწყდა. სესლისადა. სასის კი არა, პელმენი. პელმენია ვთქვი. მოდი. მოდი, სადაც გინდა დაჭრე. ციხე. სპედანა დაგიდო. დაგიდე. ყორზე. იდე შენს? არა ჟან. თემკატავიცი ცოტა. რატო? ისადა ჩონგა სპეციალური რეზინკა წაიღო ცოტა. ხო. ჩვეულებრივი დარჩა და მიმთხოვა. აი რა მოხდა, ხო არა უშავს. და ის პილპილი არ გინდა თემური? არა. შენ? იასოლა პილპილი. იცი რა უყურს. ეს იყვას მაგიდა. ველოდებით ლევანის, მანამდე ყველი მოვიტანო. გებრიელია, გოგო, გებრიელია, ჩემი ჭორფიანი გოგო. ნям. გებრიელია? კუშნა. მეც ახლა მივირთმევ ყველას გემრიელად მეგობრებო, გემრიელ სადილს გისურვებთ.